სიყვარული. ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც სუნთქვა. ჩვენ სულისთვის სიყვარული საჭირო საკვებია, რადგანაც ის სიყვარულის გარეშე არასრულყოფილია. სული ილტვის სიყვარულისკენ, რადგანაც ეს ნორმალური ბუნებრივი მდგომარეობაა. უსიყვარულოდ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, პოპულარობას, მაგრამ ეს ადამიანი ვერ იქნება შინაგანად სრულყოფილი, რადგან უსიყვარულობა თვითონ არაა ნორმალური მოვლენა. ადამიანი თვლის, რომ შეუძლია შეიყვაროს, როდესაც ნახავს იდეალურ ადამიანს. ის, ვინც ეძებს იდეალურს, არის ადამიანი, რომელმაც არ იცის შეყვარება, რადგან იდეალური ადამიანი არ არსებობს და თუ არსებობს, არ უნდა მოითხოვო ადამიანისგან სრულყოფილება. ეს არის ეგოიზმი და არა სიყვარული. ადამიანი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც ის არის, უნდა მიუტევო და აპატიო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თვითონ უხურავთ კარს ნამდვილ სიყვარულს. თუ ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში და ცდილობს რაღაც გაგიკეთოს, უნდა იგრძნო მადლიერება. თუ თქვენ ეს ვერ იგრძენით, ეს არ არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარული ეს გაცემაა, არათუ მიღება. მხოლოდ ეგოცენტრულ ადამიანს ახასიათებს მულუდინი, რაიმესი, მიიღოს რაიმე, სიამოვნება და დაიოკოს წყურვილი. როდესაც ჩვენ ვიწყებთ სიყვარულის გაცემას, ვგრძნობთ მადლიერებას, რომ სხვამ ეს მიიღო, ხოლო ეს ყველაფერი ჩვენ გვაბედნიერებს. შეყვარებულობა ეს არის მოთხოვნა, ხოლო სიყვარული არის ისეთი რამ, რამაც არ იცის რა არის მოთხოვნილება. სიყვარული არ არის რაოდენობა, სიყვარული არის ხარისხი. ის იზრდება, როცა გასცემთ, ხოლო კვდება, როცა ჩვენ მას ჩვენ თავში ვმალავთ. ადამიანი, ვისაც უყვარს ნამდვილად, არ თვლის ადამიანს თავის საკუთრებად. ამიტომ მან არ იცის რა არის ეჭვიანობა, რადგანაც როცა გიყვარს მას აძლევ ყველაფერს, მათ შორის თავისუფლებას. შენ გიხარია, რომ მას უხარია. თუ ის წავიდა შენი ცხოვრებიდან სხვასთან, გაუშვი და გააგრძელი სიყვარულის გაცემა ყველგან და ყველას მიმართ. არ არის სიყვარული, როდესაც ადამიანი მიჯაჭვული ხარ სხვაზე და გიშინია მისი დაკარგვის. ხშირ შემთხვევაში ეს მარტო დარჩენის შიშითაა გამოწვეული, ხოლო ადამიანს მარტოდ შეუძლია იყოს ბედნიერი, ისევე როგორც წყვილში. როგორი ურთიერთობა გაქვთ საკუთარ თავთან, ისეთივე გაქვთ სხვების მიმართ. კარგი ურთიერთობის შექმნისთვის, რომელიც მოიტანს ბედნიერება, საჭიროა ყოველგვარი ნიღაბის მოხსნა. უნდა ვიყოთ გულწრფელი და გამჭვირვალე და ღია ჩვენი მეორე მნახევრისთვის. ნამდვილი სიყვარული არის, როცა შეყვარებულები ხედავენ ერთმანეთში სულიერ საწყის და არა მხოლოდ სხეულს. მე დაგინახე შენ. დავინახე შენი ნამდვილი სახე და აღარ მატყუებს შენი ფიზიკური მხარე. სიმპათია ზედაპირულია, მაშინ როდესაც ნამდვილი სიყვარული ავსებს ჩვენს გულს და ყოველი ინკარნაციის შემდეგ ჩვენ ხვდებით ჩვენ სიყვარულს და გვიჩნდება ლტოლვა, გრძნობა, რომ მას ჩვენ ვიცნობდით, ან კიდევ ერთი ნახვით სიყვარული. ნამდვილი სიყვარული იმით განისაზღვრება ეგოისტური შეყვარებულობისგან, რომ მას გააჩნია თვისება იყოს გულწრფელი, სადაც არ არსებობს ღალატი, ხოლო თვალი თვალში, სული სულში. სიყვარულს არ სჭირდება მტკიცება სიტყვით, ის უსიტყვოსაც გასაგებია. არსებობს ადამიანის პიროვნების სამი ფენა. პირველი ფიზიოლოგია, სხეული, მეორე მისი ფსიქოლოგია და მესამე მისი სული. 99%-ისთვის სიყვარული არის ფიზიკური სიახლოვე, რასაც არ აქვს კავშირი სიყვარულთან. სექსი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიურია. ყველა ჰორმონი და მატერიალურობა არის ჩართული მასში. მხოლოდ მოსახლეობის 1% იცის ეს უფრო ღრმად. პოეტები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, მომღერლები მათ იციან შეიგრძნონ აზრის სილამაზე და სინაზე. ისინი არ ფიქრობენ, ისინი გრძნობენ. სწორედ ისინი არიან სიყვარულის შეგრძნებასთან ყველაზე ახლოს. ნამდვილი სიყვარული დილის მზეა, რომელიც ადნობს ჩვენს ეგოს, ანიჭებს მას სითბოს. მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი და შემდეგ მიგიღებთ და შეგიყვარებთ თქვენ ყველა. თუ ჩვენ საკუთარ თავს არ ვიღებთ, ეს იგივეა, როგორც ხელის გულზე დავისხა წყალი და ვცადოთ მისი არ დაღვრა. ის მაინც გაიწურება და მოიტანს იმედგაცრუებას. ზუსტად იგივე იმედგაცრუებას მოიტანს თქვენი მცდელობა იყოთ სხვა, იმ ადამიანისთვის, ვინც გინდათ, რომ უყვარდეთ. წარმოიდგინეთ, ქვებით ამოხერგილი ნაკადი. ამოაცილეთ ეს ქვები და თქვენ დაინახავთ, როგორ დაიწყებს იგი დინებას. თუმცა, როგორც ქვების მიუხედავად ნაკადი არსებობს, ისე ნებისმიერ გულში არსებობს სიყვარული. სიყვარული ცხოვრების პულსია. ზოგი ფიქრობს, თავის შეყვარება ეგოიზმია. უნდა გვიყვარდეს სხვა. სინამდვილეში ეგოიზმი ვერ იქნება თავის სიყვარული, რადგან ჩვენ გვიწევს მივიღოთ თავი ისეთი, როგორიც ვართ, იმ ნაკლოვანებით. ანუ არა იდეალურები. ხოლო როდესაც ვცდილობთ გვიყვარდეს სხვა და არა საკუთარი თავი, მაშინ ვფიქრობთ, აი მე რა კარგი ვარ. და ეს უკვე უფრო წააგავს ეგოს ვიდრე თავის მიღება და სიყვარული. გიყვარდეს და იყოს სიყვარული შენთვის ბედნიერების მომტანი. არ მოითხოვო საყვარელი ადამიანისგან მეტი, ვიდრე ის გაძლევს.
იყავი მადლიერი. თუ შენთან არ მოდის სითბო, მისგან ესე იგი ეს არც არის საჭირო. მოიცადე, ყველას ყავს თავისი მეორე სულიერი მე, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება.